არაკაცური მახედა მიგეთ და უმიზეზოდ გამწირეთ ციხისთვის. ამ სიტყვებით მიმართავს ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს. რიგით მესამე შედარებით ვრცელ წერილში პატიმარი ექს-პრემიერი წერს, რომ მამის დაჭერით ემუქრებიან. ამიწია უკეთ მეუღლე და შვილები სახლში შეუვარდით დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს, წერს ღარიბაშვილი. იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ივანიშვილის სიყვარულით მოითმინა და არავის ებრძვის მხოლოდ ოჯახს იცავს. როგორც დღევანდელი წერილით ირკვევა, პატიმარმა ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე გამოსცა და ოცნების პროპაგანდაც. უყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში, წერს ის. გურამ დადიანიძის Facebook-ზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ დადიანიძის დედა და ადვოკატი, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით პოსტის განთავსება Telegram ჯგუფში დაიგეგმა, სტატუსი კი ამავე ჯგუფის წევრმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფმა პირმა გამოაქვეყნა. ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდა შვებულებების დასრულებას უკავშირდება, აცხადებს რუსეთის საბაჟო სამსახური. მათი განცხადებით 18 აგვისტოს საზღვარი ორივე მიმართულებით 20,000-მა ადამიანმა გადაკვეთა, 19 აგვისტოს კი 16,000-მა. ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მარტივდება. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოძისისა და პერევის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების სამუშაო განრიგს აფართოებს.